არის თუ არა ნამდვილად იესო ქრისტე ბუნებითი ღმერთი? აი საკითხი ესეთი. ესეთ შეიძლება დავსვათ პირდაპირ. ჩვენ საიდან ვიცით რომ ღმერთია? უნდა ვიცოდეთ სახარებიდან. აბა სხვაგვარად რა ტერმინიც გინდა გამოთქვი? არა მყარია თუ სახარებას არ ეფუძნება იგი და ეპისტოლეებს, ახალი აღთქმის წიგნებს. საიდან ჩანს, რომ ის ღმერთია? უფრო მეტად სახარებაში არის მაცხოვრის სიგლახაკე ნაჩვენები, ვიდრე მისი სიმდიდრე საღვთო ბუნებისა. ვინც კითხულობს სახარებას, იცის, რომ გვეპარება ხშირად ისეთი მომენტები, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი. დღეს განვიხილავთ ამ მომენტებს. მაგრამ ჯერ ჩამოვაყალიბოთ ის სწავლება, რაც მაცხოვართან არის დაკავშირებული. მინდა მოვიშველიო ჩვენ სიტყვაში ესეთი დიდი თეოლოგი შეიძლება ვთქვათ, ცხოვრობდა მე-20 საუკუნეში, თუმცა არ იყო მართლმადიდებელი ადამიანი. იყო ანგლიკანი, ინგლისში მოღვაწეობდა ეს ადამიანი. დიდი მწერალი იყო და სახელი მისი არის კლაივ სტემს ლიუისი. ჩვენ ადრეს გვიხსენებია ეს სახელი. მრავალი საბავშვო ნაწარმოები აქვს მას დაწერილი. ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვები უყურებენ ეკრანიზაციას, თუნდაც ნარნიის ქრონიკები თუ გინახავთ თქვენ, ეს მისი დაწერილია. ანუ საბავშვო ნაწარმოებებზე მუშაობდა ძირითადად, მაგრამ თავიდან იყო ათეისტი ეს კაცი. შემდგომში მეგობრების შთაგონებით, მათ შორის იყო ესეთი მისი მეგობარი ტოლკიენი, ბეჭდების ბრძანებლის ავტორი. ეს ტრილოგია თუ იცით ეს ფილმები, წიგნებია დაწერილი, ტოლკიენი კათოლიკე იყო. მეგობარი იყო ლიუისისა. აი, როდესაც ტოლკიენი ეუბნებოდა ქრისტესთან დაკავშირებით, ამ კაცმა მოაქცია. ორივე დიდი მწერალია მე-20 საუკუნეში. ინგლისელები არიან. და დიდი გავლენა მოახდინა, როგორც მოგახსენეთ, და შემდგომში უკვე ეს ავტორი იწყებს წერას საღვთისმეტყველო წიგნებისას. უამრავია, ძალიან მნიშვნელოვანი, ურთულესი. ეს პატარა საქმე არ არის, ლიუისის თხზულებები იკითხო, ეს არის შეიძლება ითქვას დოსტოევსკი რო იკითხო. აი დაახლოებით ეს სიღრმეა. ძალიან რთული თეოლოგია. თუმცა რაღაცეები, რადგანაც პროტესტანტი ანგლიკანი არის, რაღაცა აქვს ისეთი, რაც შეიძლება რაღაცა საკამათო გახადო. ყველაფერს ვერ მიიღებ, ბუნებრივია. მაგრამ რაც მისაღებია, აი ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ. ყველაზე მცირე შრომა მის თხზულებათა შორის არის ესეთი თხზულება, რომელსაც ეწოდება სულ რამოდენიმე თაბახის ფურცელი, 2 თაბახი მეტი არ იქნება, 2 გვერდი. ეწოდება ამ ნაშრომს რა მოვუხერხოთ იესო ქრისტეს. ძალიან ისეთი შთამბეჭდავი თითქოს ინტრიგაც არის ამ დასახელებაში, რა მოვუხერხოთ იესო ქრისტეს. ეს კაცი უკვე ქრისტიანია და ამ ქრისტიანული კუთხიდან უნდა განიხილოს იესო ქრისტეს ფენომენი. რა მოუხერხოთ? კითხვა ჩდება, რა უნდა მოუხერხო, კაცო, შენ რა უნდა მოუხერხო იესო ქრისტეს? მაგრამ როცა კითხვას იწყებ ამ შრომისას, ხვდები რის თქმა უნდა ამ ადამიანს მაცხოვართან დაკავშირებით. და ძირითადი თემა, მისი თეზა არის მიმართული ესეთი კუთხით. აი რომ დაუკვირდეთ სახარების თხრობას. რა იკვეთება მაცხოვრებასთან დაკავშირებით? იკვეთება მისი სასწაულები, იკვეთება მისი მორალი, ზნეობა, ეთიკა და იკვეთება მისი აი ეს მესამე ყველაზე რთული, ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. აი ეს პირველი 2 განვიხილოთ. სასწაულები მისი ხო ცხადყოფს მის საღვთო წარმომავლობას. ცხადყოფს, მაგრამ შეიძლება ადამიანმა და არიანელმა თქვას
დღეს არიოზის შესახებ საუბრობდით, ხო? არიოზმა თქვას, რომ წინასწარმეტყველებიც ხო ახდენდნენ ძველ აღთქმაში უამრავ სასწაულს. ღვთისგან იყო და ესე წინასწარმეტყველთაგანია ერთ-ერთი. ჩვეულებრივი ადამიანია იგი, არაფერი განსაკუთრებული. მისი მორალი შეიძლება დააწესოს ჩვეულებრივმა ადამიანმა. სოკრატემ ისეთი ფილოსოფოსი იყო. ბუდამ შეიძლება ჩამოაყალიბოს მორალი. ათეისტს რო კითხოთ, მე შემხედრია ესეთი ძველი ყაიდის ათეისტები და უთქვამთ, რომ აი ქრისტიანობა კარგია ერთი კუთხით, მხოლოდ ერთი კუთხით. მე ღმერთი არ ამწამს, მაგრამ აი ერთ რამეში დაგეთანხმებითო. ეს არის მორალი. აი მორალს როცა კითხულობს ათეისტი მოსწონს, იმიტომ რომ იქ სიყვარულზეა საუბარი, პატიებაზეა საუბარი და უამრავზე, რომელიც თქვენ კარგად იცით. ეს ხო ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს. ამაში განსაკუთრებულობა არ არის, არ წარმოჩდება მისი საღვთო წარმომავლობა, რომ ის ბუნებითი ღმერთია. აბა რა წარმოაჩენს მის საღვთო ბუნებას? და ლიუისი ამბობს ესეთ რამეს. არსებობს სახარებაში ისეთი გამონათქვამები, რომელიც ან ღმერთად უნდა აღიარო შესაბამისად ამ გამონათქვამებისა მაცხოვარი, ან ფსიქიურად დაავადებულ ამპარტავან ადამიანად. მთელი ყურადღება სახარებისეული თხრობისა, აი გაამახვიდეთ ყურადღება, როცა აწი წაიკითხავთ ხოლმე განსაკუთრებულად იოანეს სახარება, განსაკუთრებულად. სხვა სახარებების, მაგრამ განსაკუთრებულად იოანესი. გაამახვილეთ რაზე ყურადღება. მთელი აქცენტი სახარებისა არის მაცხოვრის მეზე საუბარი. მე გეტყვით თქვენ. ძველად ესე წერია, მაგრამ მე გეტყვით თქვენ. გახსოვთ უამრავჯერ არის. იოანეს სახარება ვთქვი ჩვენ. მეცხრე თავი იოანეს სახარებისა, როცა მაცხოვარმა განკურნა ბრმაჩობილი და ამბობს ამ კურნების შემდეგ ესეთ რამეს ამბობს. მე ვარ ნათელი სოფლისა. მე სინათლე კი არ ვიცი, ამას კი არ ამბობს. მე ვარ ნათელი სოფლისა. ან მაგალითად შაბათს კურნავს ადამიანებს ბითესდაში, ბრმაჩობილს კურნავს, თითქოს სპეციალურად ახდენს ესეთ ქმედებებს. და როდესაც ეუბნებია, რატო აკეთებს ასეთ დარღვევას რჯულისას, ამბობს, არა კაცი შაბათისათვის, არამედ შაბათი კაცისათვის.
თითქოს ამოატრიალა. ვინ მოგცა ამის ხელმწიფება შენ? ესე რო ატრიალებ, ვინ მოგცა ამის ხელმწიფება? ან ამპარტავანი ხარ, ან ბუნებითი ღმერთი ხარ. მესამე არ არსებობს. კიდევ მოგახსენეთ უამრავს. ეკითხებიან იოანეს მოწაფეები, რომ ჩვენ და ფარისევლები მარხულობთო და შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენ? და რას ამბობს? როგორ შეიძლება იმარხულონ სიძის მეგობრებმა, ვიდრე სიძე მათთან არის? მარხვა ხო გლოვისა არის. და როგორ შეიძლება სიძე თავის თავს გულისხმობს, მათთან არის, თავარი აქ არის. როგორ შეიძლება მწუხარებაში იყო თქვენ? ქორწილში ვინ მარხულობს კაცო? სიძე ამიტომ შეადარა სიძეობა საკუთარი თავი. მაგრამ მოვლენან დღენი, როდესაც წაერთმევათ ეს სიძე და მერე იმარხულებენ. მთელი აქცენტი ამაზე, თავის თავზე. კიდევ ერთი. მე ვარ გზა, მე ვიცი გზა კი არა. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. ძველ ქართულში ცხოვრებაი. მართას ეუბნება, მე ვარ ცხოვრებაი და აღდგომაი. ან კიდევ ერთი, ვიდრე აბრაამის ყოფამდე, ანუ ვიდრე აბრაამი იცოცხლებდაო, ადრე ეს აბრაამი იყო ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრე. და ვიდრე აბრაამი ცხოვრობდაო, მე ვარ. ესე მე ვიყავი, მე ვარ ნიშნავს იახვეს ებრაული სიტყვა. ამ სიტყვას არ ამბობდნენ ებრაელები, იმიტომ რომ ღვთის სახელი თაგანი იყო ყველაზე აღმატებული. მე ვარ ამბობს. და უამრავი ასეთი. ეხლა რომ ამას რო დაუკვირდება, ღვთისმეტყველება არ არის ეს. ეს არის გამონათქვამები. ღვთისმეტყველება კიდე სხვა არის. ღვთისმეტყველება არის ძალიან ღრმა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებისა. ძალიან ღრმა. ცალკე სასაუბრო თემაა. მაგრამ აი მხოლოდ ეს და კიდე ბევრია მსგავსი, სადაც არის საუბარი მე ვთქვი. ძველად თქმულა მაგალითად, მათ ესახარება. ძველად თქმულა რომ კბილი კბილისა წილ, ხოლო მე გეტყვი თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფდეთ მოძულეთა თქვენ. კითხვა როგორც თქვით, ვინ მისცა ამის ხელმწიფება უბრალო ადამიანს? თუ უბრალო ადამიანი, ლიტონი ადამიანი თუა, როგორც არიანელები ამბობდნენ ამას, თუ ქმნილებაა იგი, შენ როგორ უარყოფ ძველი აღთქმის ჯულს, როდესაც ის რჯული ადამიანების მოგონილი კი არ არის. ღმერთის გამოცხადებით მიეცა მოსეს და წინასწარმეტყველებს. ვინ მოგცა მოკვდავ ადამიანს ამის ხელმწიფება, ამის უფლება ატრიალო როგორც გინდა. ესე იგი, შენ გამოდის ან ბუნებითი ღმერთი ხარ, ან გადარეული ამპარტავანი. ისეთი ამპარტავანი, რომელიც ისტორიაში მეორე არ ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს ნაბუქოდონოსორის ამპარტავნება, ბუნებითად ღმერთი ვარო და გაგიჟდა კაცი. ალექსანდრე მაკედონელის ბუნებითი ღმერთი ვარო და მალევე გარდაიცვალა. ესენი აღიარებდნენ საკუთარ თავს ღმერთებად, კი? მაგრამ ეს გამონათქვამები, რაც ჩვენ თქვით, იმასთან თუ შევადარეთ, ნაბუქოდონოსორ და სხვა, იმათი ამპარტავნება ბავშვების თამაშია, ამ განცხადებებთან შედარებით, რაც ჩვენ თქვით. და ლუისი ამბობს ესეთ რამეს. თუ კი ჩვენ არ ვაღიარებთ ღმერთად მაცხოვარს, აი ამ გამონათქვამების გამო, მაშინ მესამე არ არის, მაშინ ავადმყოფი ყოფილა. და თუ ავადმყოფი ყოფილა, ლიტონი ადამიანი თუ ყოფილა, მაშინ ქრისტიანობა არ უნდა არსებობდეს.
სუტყუილში ვარ ჩვენ. იმიტომ რომ ლიტონი ადამიანის მიმდევრები ვართ, რომელმაც დაამთავრა თავისი ცხოვრება ტრაგიკულად ჯვარზე. და აღდგომაც არის მოჩვენებითი. თუ ის ღმერთი არ არის. და ამთავრებს თავის სტატიას ესე. აბა იფიქრეთ, ვინ არის სინამდვილეში იესო ქრისტე. აი ესეთი სტატია აქვს დაახლოებით. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, ქართულად არ ვიცი არის თუ არა. ყველაზე მცირე ზომის ნაშრომი. ვინ არის ქრისტე? ამ გამონათქვამებიდან გამომდინარე.